საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს ვიწვევთ ჩვენ სტუდიაში. ინტერვიუ რა თქმა უნდა საგარეო მიმართულებით დავიწყოთ, იმიტომ რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი მოვლენები გახდა ცნობილი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა არჩევნების მიმოვიხილავთ ყველა საინტერესო და აქტუალურ თემას მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. მოდით დავიწყოთ EUTHOS რეზოლუციით 12 პუნქტიდან 8 კრიტიკას ეძღვნება, 2 მოწოდება და 2 სუვერენიტეტის მხარდაჭერა. როგორ აფასებთ ზოგადად დებატებს, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რეზოლუციას, რომელიც დღეს ვნახეთ? ჩვენ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მესალმებით მაყურებელს. ჩვენ მიჩვეული ვართ მოვლენების გავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრებები, არის მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. თავარი ჩვენთვის არის ის თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. და ამას ყოველს კარგად ხედავს ქართული საზოგადოება და სწორედ ქართული საზოგადოების რეაქცია არის პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულება ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, ხო? მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დააკარგა ის ხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალური შეფასება, მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება, რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ ან ასეთი, ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ რაღაცნაირი უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სახელმწიფომ ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის არაერთი მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში უფრო ზუსტად იყო 4 მცდელობა. 4 წლის განმავლობაში ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან მნიშვნელოვნად დაემთხვა ერთი გზავნილი EUTHOS საპარლამენტო ასამბლეიდან, რომელმაც გადაფარა რეზოლუციაც და იქ განვითარებული ეს დებატებიც და ეს ამბებიც ითქვა, რომ ყველა დამკვირვებელმა თქვა, რომ არჩევნები ჩატარდა, იდეალურად იყო ორგანიზებული, ჩატარდა სამართლიანად. იმ დღეს მეორე დღეს არავის პრეტენზია არ ქონია, მაგრამ შედეგი არ მოეწონა ევროპული ქვეყნების ნაწილს. აი ამ ჭრილში ეს რამდენად მნიშვნელოვანი და რას ხსნის აი მთელ სურათს, რაც შემდეგ განვითარდა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ეს ხო რეალურად დევს აბსოლუტურად ხელის გულზე, რაც მოხდა. რეალურად ვერც ამბობდნენ, როგორ გაყალბდა არჩევნები. ხო ამტკიცებდნენ, რომ გაყალბდა არჩევნები. როგორ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. აი რა გაკეთდა, რა მოხდა, რო ამოიბეჭდა ღილაკსეთითის მიჯერით კონკრეტული ოქმები, იქ შეიძლებოდა რა მომხდარიყო, რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა მომხდარიყო. არჩევნების დღემდე უპრეცედენტოდ მშვიდი და სამართლიანი იყო საარჩევნო გარემო. არჩევნების დღეს ყველამ აღიარა, რომ 2 მილიონზე ბევრად მეტი ამორჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე, მათ მიცეს ხმა, ღილაკსეთითის დაჭერით ამოიბეჭდა ოქმები და დადგა ის შედეგი, რომელიც არ ესიამონა კონკრეტულ უცხოურ ძალებს და შიდა რადიკალურ ოპოზიციას. ხო, სინამდვილეში ამ მთელი ყალბი დელეგიტიმაციის კამპანიის მთავარი მიზეზი ხო ეს იყო. ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ვიღაცა ვერ შეეგუა არჩევნების შედეგებს და ვიღაცამ პატივი არ სცა, რაც თავარია ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის საზოგადოების ხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა და უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ჩვენ ამ არჩევნებზე 1,100,000-ზე მეტმა ამორჩეულმა დაგვიჭირა მხარი, ამის გამო ჩავარდა აბსოლუტურად ყველა რევოლუციური მცდელობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როდესაც ქართული ხალხი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს პოზიცია უნდა იყოს გამსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა ის დამარცხდება ქართულ ხალხთან ბრძოლაში. მოდით ვუპასუხოთ კითხვას, ვინ ვერ ეგუება და თან რაღაცნაირად აღწეროთ პროცესები მოკლედ, რომელიც ახლა ვითარდება და ბოლო 8 თვის განმავლობაში პრინციპში ეს სიმპტომატურია. ბოლო იყო, რომ ევროკავშირის წევრმა 11 ქვეყანამ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ბრიტანეთის საგარეოს წერილი ვნახეთ, აქტიურობენ ქვეყნის შიგნით ელჩები, მათ შორის გერმანიის ელჩი, რომელიც სვამს კითხვას და ეს არ არის მხოლოდ გერმანიის ელჩის კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ეს კითხვა შარშანაც მოგვისმენიათ სხვადასხვა ელჩებისგან. საით მიდიხარ საქართველო? რა პასუხი აქვს პრემიერ-მინისტრს? საით მიდის ახლა საქართველო?
ქვეყნის შიგნით ვინ ვერ ეგუება ქართული ხალხის ნებას ეს ცხადია, გასაგებია, ეს არის შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი ასე ვთქვათ პოზიციები საერთოდ არ არის არავისთვის საინტერესო, ისინი არიან უბრალოდ ჩვეულებრივი ხელისბიჯები, გარედან მართული ადამიანები. რაც შეეხება გარე სუბიექტებს, ჩვენ ხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართული ხალხის ნებას, მშვიდობის სასარგებლოდ და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაში მრავლად იყვნენ ასევე ბიუროკრატები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ქართული ხალხის ნებას. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით იქნება გარკვეული ცვლილებები, ნახოთ ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, აქ მაინც დიდი ცვლილებები არ ჩანს, თუმცა ნახოთ ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და ნახოთ იმედია, რომ გარკვეული ცვლილებები თუნდაც საშუალოვან პერსპექტივაში იქნება ევროპის მიმართულებითაც. ეს არის საერთო სურათი. ქართულმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება, წინასწარ ჰქონდათ გამოხატული ნება ევროპელ ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და მოუწოდებდა ამორჩეველს მობილიზებისკენ ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ ჰქონდა ეს არჩევნების შემდეგ ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს ქართული ხალხის ნებას. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი ვითარდება ისე, როგორც ეს შეიძლება ჩვენს ქვეყანას და რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ მიდის საქართველო. მე ამაზე ვისაუბრე ძალიან ვრცლად ჩემს გამოსვლაში საქართველოს პარლამენტში, როდესაც არ მხოლოდ პარლამენტს, არამედ პირველ რიგში საზოგადოებას ჩავაბარე ანგარიში გასულ წელს ქვეყნის მიღწევებთან დაკავშირებით. და გვაქვს ყველა მიმართულება მოცემული, სადაც არის ძალიან მასშტაბური პროგრესი. ძალიან მოკლედ რო შევეხოთ ეკონომიკის მიმართულებით, გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი დემოკრატიული სისტემა და ამ დემოკრატიულმა სისტემამ შეინარჩუნა სიმტკიცე გასულ წელსაც და ინარჩუნებს წელსაც, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეკონომიკური განვითარება პირდაპირ აისახება სოციალურ განვითარებაზე, მათ შორის კეთილდღეობის დონის თანდათანობით ამაღლებაზე, სიღარიბის შემცირებაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც ჩვენ მუშაობთ მუდმივ რეჟიმში და თქვენ იცით, რომ ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენს კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის უშუალო სამეზობლოსთან, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, არაბული ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით. ასე ვცდილობთ მაქსიმალურად ჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებას და წარმატებით ვახერხებთ ჩვენ თავარ პარტნიორთან ევროკავშირის სივრცეში, ეს არის უნგრეთი, სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც გამოხატავენ მეტნაკლებად კეთილგანწყობას ქართული ხალხის მიმართ, ყველასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას. და ასევე იცით, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, ყველა მიმართულებით მუშაობთ. განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი და ასევე გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. ასევე კონკრეტულ მიმართულებებს შევეხეთ ჩემს ანგარიში, როგორც არის მაგალითად კორუფციასთან ბრძოლა, მეტი გამჭირვალობა და ამ შემდეგ ყველა მიმართულებით ვაკეთებ ძალიან ბევრ რამეს იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით. დრო რომ ამ საკითხზე ცოტა უფრო ჩამოვეყოთ. ვისაუბროთ, მაგრამ აი სწორედ პარლამენტში თქვენს გამოსვლას რომ დაუბრუნდა, იქ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ საგარეო მიმართულებით 2030-ისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, მაღალი ხარისხის მზადყოფნა გასაწევრიანებლად, ეს მიზანი უცვლელია. ეხლა რასაც ვისაუბრეთ, აი ამ გართულებული ურთიერთობების გათვალისწინებით, პრაქტიკულად როგორ წარმოგიდგენიათ? ნიშნულად უნდა შეიცვალოს ევროკავშირის დამოკიდებულება, მათ შორის არჩევანის მიუღებლობის თვალსაზრისით, აი ამ უსამართლობის თვალსაზრისით, თუ აი როგორ გააგრძელებს ქვეყანა დაახლოებას, თუ ეს იზოლირებულად გაგრძელდება მუშაობა, მაგრამ აი საბოლოო ჯამში როგორ მოხდება ეს რეალიზება, აი ამ ბიზნეს, ეს არის საინტერესო. რეალურად იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, საჭიროა დაკმაყოფილებული იყოს გარკვეული პირობები, ხო? ეს პირობები უკავშირდება რას? ეს არის დემოკრატიული სისტემა. და ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემას და უფრო მეტის თქვენ თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში, ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, მედია პლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისუფლების ხარისხი, სიტყვის თავისუფლების ხარისხი, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ხარისხი და შემდეგ ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის წევრ
არაერთ ქვეყანასთან შეიძლება უმრავლესობასთანაც კი. ანუ რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ამ შემდეგ, ჩვენ დღესაც ვართ მზად ამ კუთხით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა 2030 წლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ კუთხით ყველა პარამეტრი იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში. ხო, საბოლოო ჯამში, როცა მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთავარი პარამეტრი მაინც იქნება ეკონომიკის განვითარების დონე. და ხედავთ, რომ პირველ ადგილზე ვართ ზრდის თვალსაზრისით, ანუ ყველაზე სწრაფად ვიზრდებით ეკონომიკურად. შესაბამისად 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხითაც ყველაზე მეტად ვიქნებით მზად ჩვენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეკონომიკურ ზრდას მოაქვს კეთილდღეობის შედარებით მაღალი ხარისხი და სოციალური საკითხებიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აქაც ვიქნებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა მიმართულებით განათლების სისტემის დახვეწა იქნება, ეს ჯანდაცვის სისტემას ზრუნვა შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ევროკავშირის სივრცეში. შესაბამისად, ჩვენი განაცხადი არის დაფუძნებული კონკრეტულ არგუმენტებზე და კონკრეტულ ტენდენციებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებული და ჩამოყალიბებული. დანარჩენი არის დამოკიდებული ევროპული ბიუროკრატიის მიდგომაზე. დღეს ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის აბსოლუტურად უსამართლო. თუ ეს უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, ამ შემთხვევაში ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის ვერაფერი დაუდგება წინ. ნუ ნახოთ, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება, ევროპული ბიუროკრატიის чиновникების დამოკიდებულება. ჩვენ უხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა ევროკავშირში. კი ბატონო, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მათ შორის თქვენ აღნიშნეთ გამოხატვის თავისუფლება, მედიის ნაწილი და მიღებულ კანონებზე, მაგრამ მანამდე რახან საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ. შეერთებული შტატების ელჩმა გუშინ ნახეთ ალბათ მისი გამოსვლა, სადაც ისაუბრა, რომ ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა, პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა და ასე შემდეგ რადიკალებად იწოდებიან განსხვავებული შეხედულებების მოქალაქეები და გაიხსენა ჯეიდი ვენსის სიტყვები, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე თქვა, რომელიც ოპონენტების დაპატიმრებას ეხება. რას უპასუხებდით ელჩთა? მთავარი არის, რომ ასახავს თუ არა ეს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციას. ნუ მე ერთი რამ შემეძლია გითხრათ, პრაქტიკულად უკვე ყოფილი ელჩი, ოპტონი დანიგანი წარმოადგენს წინა ადმინისტრაციას თავისი არსით და მინდა გავიხსენო, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. და ურთიერთობების გაფუჭება უპირველეს ყოვლისა განაპირობა წინა ადმინისტრაციის მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. და მტრობის თანამონაწილე იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი. ეს უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა, ყოფილმა ელჩმა, როდესაც ის საუბრობს ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. 4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის чиновникები. და როდესაც ბატონი ჯეიდი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მისი ადრესატი იყო სწორედ ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას და რომელიც 4 რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში. ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეიდი ვენსის სიტყვები მიმართული იყო სწორედ ასეთი чиновникების წინააღმდეგ. ეს მე მგონი ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა მან სადა სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი манипуляция. ახალი ადმინისტრაციის პირობებში დანიშნულია საქართველოს ელჩი, ჩვენ ნახეთ პრეზიდენტის მისაოცი წერილი პრეზიდენტის მიმართ, როგორია დინამიკა? ხომ არ გაიწელა ეს პროცესი, იმიტომ თქვენი მზადყოფნა, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა უკვე კონკრეტული გზამკვლევის მიხედვით არაერთხელ არის გაცხადებული, მაგრამ აი თითქოს ეს პროცესი დროში იწელება, მაინც არსებობს თუ არა ოპტიმიზმი, აი საბოლოოდ დადებით შედეგად. ნუ ჩვენ მოთმინებით ველოდებით ნაბიჯებს. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი არის გადადგმული, ჩვენ გვაქვს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ ერთი რამ.
რომ მზად ვართ განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც მზად ვართ ერთად დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი ამ სტრატეგიული პარტნიორობისათვის, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მკაფიო შეთავაზება, რაც კი ჩვენგან შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიმართ. და ნავიც ჩვენ ვართ მოთმინების რეჟიმში, ველოდებით მოთმინებით შემოხვედრ ნაბიჯებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული. ნუ თავისთავად ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც Deep State-ის მიმართ. თუ ასე განვითარდება პროცესები, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აუცილებლად გადაიტვირთება. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ოპტიმისტური მოლოდინი ვნახოთ. კი ბატონო, ვისაუბროთ შიდა პოლიტიკაზეც. არჩევნები ოქტომბერშია, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში უკვე სიები, მერობის კანდიდატები იქნება წარდგენილი და საზოგადოება იხილავს ვინ ეყოლებმა მმართველ პარტიას, წარმომადგენლები და რასით გადის. ამავდროულად თქვენ ოპონენტებში გულისხმობ ბარიერ გადალახულ პარტიებს, დიდი განხეთქილება ამის თაობაზე. მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ნაწილი ყველა მიცის რომ ამბობს არას, ორი პარტია ფიქრობს რომ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. მე მინდა კითხვა დაგისვათ ასე. არის ოცნების ინტერესი, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ემსახურება დემოკრატიას, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც წინა არჩევნებზე მიიღეს მონაწილეობა და გადალახეს ბარიერი, ახლაც იყვნენ ამ პროცესში წარმოდგენილი. ერთი რაც შეხება დავუშვათ ლეგიტიმაციის თემას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირად არ მოქმედებს ის თუ რომელი პარტიები მიიღებენ მასში მონაწილეობას, მით უმეტეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ითვლება კლასიკურ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ არჩევნებად. შესაბამისად, ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ დგას დღეს ეს რიგში. რაც შეხება კონკურენციას, ჩვენ სულ ერთია. ასეც და ისეც ჩვენ ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, მნიშვნელობა არ აქვს კონფიგურაციას. 4-ვე პარტია მიიღებს მონაწილეობას, 2 მიიღებს, 3 მიიღებს, 1 მიიღებს, თუ არც ერთი არ მიიღებს. ასეც და ისეც ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების დროინდელ რეიტინგთან შედარებითაც კი, რასაც სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მივიღებთ არჩევნებს. შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო. თუმცა აი ამ კითხვა სურს თუ არა ქართულ ოცნებას რომ ოპოზიცია იყოს წარმოადგენელი არჩევნებზე, ოპოზიცია საკუთარ თავს უსვამს, მაგრამ ვერ პასუხობს, იმიტომ რომ აქამდე ამბობდნენ რომ ესე იგი ზეწოლა ხორციელდება კონკურენტებზე, იმიტომ რომ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ახლა ამბობენ რომ ზეწოლა არის იმის გამო რომ არ სურს კონკურენტების ხელო არჩევნებზე. აი რაიმე ლოგიკა თუ არის აქ და საერთოდ ის უცნაური დრამატურგია, რომელიც ბოლო დღეებში ვითარდება ოპოზიციაში, რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე? ერთ დროს სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან რომ ჩვენთვის სულ ერთია ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება განხეთქილებას რადიკალური ოპოზიციის პარტიებს შორის, ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, რაც არის კლასიკური, ასე ვთქვათ, მიზეზი ნებისმიერი განხეთქილებისთვის პოლიტიკაში, ეს არის სისუსტე. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის. თვითონ არ იციან რა ქნან. ვერც აქციებს აწყობენ, აქციებზე ვერც კი გამოდიან სცენაზე, 2000 კაცი შეიგრება რამდენიმე დღის წინ რადიკალური ოპოზიციის მიერ და იქაც კი ვერ გაბედეს რეალურად სცენაზე ასვლა. ხო, ну ასეთია რეალურად მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რაც ვერჯერ მithქვამს, ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაიწმინდოს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. საბოლოო ჯამში თუ არ ჩამოშორდა ეს ხალხი, აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი ქართულ პოლიტიკას ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები, ჩვენი დაპირება იყო, პირადად ჩემი დაპირებაც ის რომ ჩვენ გავანეიტრალებდით ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა ეს დაპირება უნდა შესრულდეს და ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის,
იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. თუმცა აი რამდენად პრობლემატურია ის ფონი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე უქმნიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, რომ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, ესე ქვეყანაში მიმდინარეობს რეპრესიები, სწორედ იმიტომ, რომ მათ არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ეს საკითხი თქვენც აღნიშნეთ, რომ საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანების რაოდენობას ეტყობა, რამდენად აღელვებს ეს საზოგადოებას, მაგრამ ყველა საერთაშორისო არენაზე გვესმის ფოტოსურათებია, სახელების და გვარების გამეორება და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას ეს პრობლემა შეუქმნის? რეალურად თავისი არსით ეს პოლიტიკოსები ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. ყველა ხედავდით როგორ ვითარდებოდა პროცესები და მათ შორის ყველა ხედავს იმას თუ რა იყო მათი პატიმრობის მიზეზი. პატიმრობის მიზეზი იყო რეალურად პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არაღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში მას შეიძლება მოუწიოს წასვლა საშუალებების დაწესებულებაში და რეალურად სწორედ მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს. არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. ძალიან მარტივი ფორმულა იყო. მათ სადეს ვაბანკზე წავიდნენ, თქვენ ხედავდით პრაქტიკულად ისტერიული კამპანია წარმოებდა არჩევნებამდე. მთელი ასე ვთქვათ, ბიუროკრატია იყო ჩართული პირდაპირ ქართულ დემოკრატიულ არჩევნებში, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ადიოდნენ. არა მარტო პარლამენტარები, პარლამენტარი რო გამოდის უცხოელი პარლამენტარი სცენაზე და პოლიტიკური განცხადებებით საუბრობს და საარჩევნო განცხადებებით, ამას კიდე არ აუშავს. ესეც რა თქმა უნდა უხეში ჩარევა ქართულ დემოკრატიაში, მაგრამ პარლამენტარია და არ მოეკითხება იმდენი, რამდენიც სხვა პოლიტიკოს. საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებით მიმართეს რადიკალური ოპოზიციის ამორჩევლას. ამის შემდეგ პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ამორჩევლებს მობილიზებისკენ ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. ისტერიკა იყო აბსოლუტური. რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური გაგრძელება ის რაც ხდება. ვერ შეეგუენ იმას, რომ ქართულმა ხალხმა მაინც ხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ამ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს აღებული და საბოლოო ჯამში ამ ფონზე გააგრძელეს ეს დელეგიტიმაციის კამპანია. და ზუსტად ამ ფონზე არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი, ასე ვთქვათ, მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. ეს მათ გადაწყვიტეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი არ მისულიყვნენ საკუთარი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ხო, მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება. ან პარლამენტში არ შეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რო ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვეტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც არის ისტერიკის გამოვლენა, არაფერში არ აწყობდათ არც ეს. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. გასაგებია თქვენი არგუმენტები, გასაგებია ის მიზეზებიც, რის გამოც ეს პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდნენ ციხეში, თუმცა ერთგვარი კომფორტია პოლიტიკური ლიდერი, როდესაც დაჭერილია მისი პარტიისთვის, რომ თქვას, რომ ჩემი ლიდერი დაჭერილია და არჩევნებში ვერ შევა. და ასეთი 7 პოლიტიკოსია თუ არ ვცდები მინიმუმ. ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ინსინუაციები საერთოდ ჩამოშორდეს ამ პროცესს, რაიმე შეწყალების აქტის განხორციელებას ან რამე მსგავსი ტიპის ინიციატივის განხორციელებას, რომელთაც საბოლოო ჯამში აღარ იარსებებს არგუმენტები, რომ ეს ადამიანები რატო ვერ შედიან ამ პროცესში. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, სხვათა შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მათ რჩებათ. მოგასაგებია, რომ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არის შეზღუდული პატიმრობის პირობებში, მაგრამ ზოგადად სპეკულაციები ამასთან დაკავშირებითაც იყო და ამიტომ ვაზუსტებ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც, ანუ მათ შეუძლიათ ენჯი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა. არის ხოლმე ასეთი პრაქტიკა, რომ როდესაც ადამიანი ციხეში ზის, შეიძლება თანაგზნობა მის მიმართ გაიზარდოს, აბა გადაამოწმონ. ნახონ, თუმცა თქვენ ნახეთ როგორია თანაგზნობა ამ პოლიტიკოსების მიმართ. 2000 კაცი ვერ გამოიყვანეს აქციაზე. 4 პარტია, 40 NGO, Deep State, უცხოური ბიუროკრატია, ჩინოვნიკები ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს.
რუსთაველის გამზირზე ნულიდან აქვს ცნობა. ამიტომ გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ამიტომ ნურავინურ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ. განსხვავებული ტაქტიკით მოქმედებს გახარია, ამიტომ მინდა რომ დავაზუსტოთ მისი საკითხი. ესე იგი ის ფორმალურად, ესე იგი ასრულებს კომისიის მოთხოვნებს, აი დისტანციურად ჩაერთო. ძალიან ითხოვა, რომ მიიღო მონაწილეობა ამ სხდომაში, მაგრამ მეორე მხრივ არის გარიდებული ქვეყნიდან და ისმის კითხვა ასეთი რადიკალების მხრიდან, რომ არის თუ არა გეგმა მისი დაკავების, ასე ვთქვათ, შემდეგ არის ხოლმე სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ვერსიები. ასევე აი მისი სავარაუდო პატიმრობას უკავშირებენ საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეს, რომელიც თითქოს გაჩნდა იმის გამო, რომ კომისიის მეშვეობით ვერ ხერხდებოდა მისი სამართლებრივი დანახმარება. თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს აი ეს რაღაცა ეშმაკური ტაქტიკა თუ შეიძლება? რეალურად მის გაქცევას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ეს არის შიში. მას გაუშვდა დაბატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან. რაღაცა განსაკუთრებული ღრმა ანალიზის გაკეთება, მეგონი, საერთოდ არ ხერხს. მას აქვს თავისი გზა. ეს არის ქვეყნიდან წასვლის გზა, ეს არის აქეთ არჩევნებში მონაწილეობის გზა. ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის არის ყველა აბსოლუტურად ერთი. გახარია, იქ ხაზარაძე, იქ გვარამია, კიდევ ვინ არის აღარ მახსოვს, ნაცმოძრაობა, ყველა არის აბსოლუტურად ერთი. ყველა იმართება ერთი ხელიდან და ყველა არის უცხოელი აგენტი. დანარჩენი არის ყველაფერი რაღაცა ელემენტარული ტაქტიკური თემები, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის არის თავარი სტრატეგიული საკითხი ის, რომ ეს აგენტურა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში და გაიმარჯვა დამოუკიდებელმა სუვერენულმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში და სწორედ ამ პრინციპებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან. ხო, მაგრამ ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება ისიც, რომ გახარია ხმებს არ თმევდა ქართულ ოცნებას და ამ თვალსაზრისით იყო პრობლემა. თან კომისიასთან დაკავშირებით მისი თანაპარტიელები სვამენ კითხვას, რომ მაგალითად რატო არ იყო დაკითხვაზე დაბარებული სააკაშვილი, რატომ გაახსენდა ხელისუფლებას ჩორჩანა საკითხი 2025 წელს და ასე შემდეგ. ცდილობენ ერთგვარად ააგონ თეორია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ახლა გახარიაა და შესაბამისად ხელისუფლება ცდილობს მისი ჩამოცილებას პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით. თქვენ ნახეთ, რომ ეს პარტია გავიდა ბოლო ადგილზე, ოპოზიციაშიც კი, ხო, ამ 4 პარტიას შორის გავიდა ბოლო ადგილზე. შესაბამისად ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. რაც შეეხება ჩორჩანას, ეს არის უმძიმესი დანაშაული. როდესაც შეიქმნა მის შეასრულება, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, მაშინ დაიწყო გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გამოძიება არის აუცილებელი. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება 1,000,000 კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ, ხო, ძალიან საეჭვო გარემოებებში. მთელი PR კამპანიით დადგეს საგუშაგო პუნქტი კონკრეტულ ლოკაციაზე და მას მოყვა ჩვენი 1,000,000 კვადრატული მეტრის მიტაცება. სხვათა შორის მე მინდა გაგახსენოთ, რომ მაშინ ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიას საერთოდ არ აუტაცებია ეს თემა. თქვენ ხა წარმოიდგინეთ თეორიულად ასეთი რაღაც რომ მოხდეს, ხო, ჩვენ ხელისუფლებას რომ დაემართოს ასეთი რაღაცა, რომ გადადგი რაღაც უგუნური ნაბიჯი, ან მოღალატეობრივი ნაბიჯი და ამის გამო დაკარგე 1,000,000 კვადრატული მეტრი შენი ქვეყნის ტერიტორიის, ხო, ანუ გაფართოვდა ოკუპაციის არეალი 1,000,000 კვადრატული მეტრით. რამხელა ამბავს ატეხდა მთელი ოპოზიციური მედია, ხო? არავის ხმა არ ამოუღია, რატო? იმიტომ რომ მათ ხავთ ერთი პატრონი, მათ მაშინაც ხავდათ ერთი პატრონი, გამომდინარე იქიდან რომ გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე გარე დავალებების მიღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს საერთოდ ეს თემა. აი გადაახვით, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ოპოზიციური არხი, არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ თემაზე, ბოლომდე დაიცვეს და გადაეფარნენ გახარიას. რატომ? იმიტომ რომ მათ ხავდათ ერთი პატრონი. ეს ხო ჩვეულებრივი ღალატი. დანარჩენი უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, გამოძიება. აი, თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ამ ინტერპრეტაციებში არ გვინდა რომ გამოგრჩეს ამ კომისიის არსი. თქვენ როგორ აფასებთ? საჯაროო სხდომები უკვე დასრულებული, ახლა დასკვნა წინ არის და იქ რა შეიძლება ამაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც და მედიაც ცალკე იმშელებს, მაგრამ ის რაც უკვე გამოჩნდა. აი, პასუხობს თუ არა იმ ამოცანებს, იმ ჩანაფიქს, რაც თავიდანვე ჩაიდო აი ამ კომისიის შექმნის დროს და რა იყო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოიკვეთა და უშუალოდ ამ საჯარო გამოსვლების დროს. ნუ პირველ რიგში ყველას რაღაც დონეზე გვაუწყდება რაღაცეები.
მათ შორის წინა ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულები. თუნდაც ემოციურ დონეზე ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება დაგვავიწყდა მთელი რიგი დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა. და ამ ყველაფრის გასახსენებლად ეს კომისია იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. და თქვენ ნახეთ, რა ტიპის დანაშაულებზე იყო საუბარი ამ კომისიის ფორმატში. უმძიმესი დანაშაულები ხო ესახებოდა მათ შორის ბიზნესის რეკეტს, ადამიანების წამებას, სიხეებს შექმნილ მდგომარეობას, ტელევიზიების მიტაცებას 2008 წლის ომს და ეს შემდეგ, ხო, უამრავი დანაშაული, უმძიმესი დანაშაულები და ეს ყველაფერი გავიხსენეთ ჩვენ სწორედ ამ კომისიის წყალობით. ასევე ამ კომისიის წყალობით ჩვენ გავიხსენეთ ის თუ რას აკეთებდნენ იგივე ძალები გასული წლების განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციის რიგებიდან ვნებდნენ ჩვენს ქვეყანას, ეწეოდნენ საბოტას. ამ ყველაფრის გახსენება იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საბოლოოდ მნიშვნელოვანია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რეჟიმი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა. ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მშელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით. ცოტა ხნის წინ გერმანიაში აიგრძელა ერთ-ერთი საზოგადოებრივი პოლიტიკური გაერთიანება. თქვენ რომ ნახოთ ამ გაერთიანების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძვლები გერმანიაში ზუსტად იმეორებს იმას, რაც აკეთებენ ეს რადიკალური პარტიები ჩვენს ქვეყანაში. და მე ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ საბოლოოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. კი ბატონო, ამის პარალელურად ასევე უნდა შევეხოთ კანონებსაც, მათ შორის მედიასთან მიმართებით მიღებულ კანონებს, მათ შორის იმას, რომ სასამართლოში გადაღება არის ამ ეტაპზე აკრძალული, ასევე გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, ცილისწამების ნაწილში ჩვენ ნახეთ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ასეთი გამოხმაურება აქვს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას და მივდივართ დიქტატურისკენ. ეს არის თავარი კითხვა, იმიტომ რომ ყველა თქვენი ოპონენტი ერთხმად ამტკიცებდა, ხან ჩელიაბინსკში გავიღვიძებდით, ხან სხვადასხვა ადგილას, ახლა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ეს არის დიქტატურისკენ მიმავალი გზის დასაწყისი თუ არა, უშუალო ნაწილი მაინც. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის 4 მცდელობა. ეს იყო გარედან დაგეგმილი და კოორდინირებული 4 მცდელობა და შეგახსენებთ რა იყო ამის ინსტრუმენტები. ეს იყო თავდასხმა პოლიციელებზე. ჩვენ როცა მივიღეთ კანონი, რომელიც უზღუდავდა ადამიანებს პოლიციელებზე თავდასხმას, ეს მონათლეს როგორც ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, დემოკრატიული უგუსხლობა და ამ შემდეგ. შენ უნდა გქონდეს იმის უფლება, რომ ხელი გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს და იმან რეაქცია არ უნდა მოქცეს. აი ეს არის წყალებში დემოკრატია მათი გაგებით და ამას თუ ზღუდავ, ეს ყოფილა არადემოკრატიული ნაბიჯი. ხო, ყველა ხედავთ, მათ შორის განცხადებებს ხედავდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რატო? იმიტომ რომ რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რა არის? უნდა გაარტყა პოლიციელს, უნდა შეაფურთხო პოლიციელს, პოლიციელი უნდა იყოს დაკრინებული. აი ესეთი პოლიციელი შექმნა უნდათ მათ გახარიას მეშვეობით თავის დროზე, ხო, როცა აყავდა მაგალითად ბანკში სპეცრაზმი და შეურაცხყოფილი უწევდა წამოსვლა სპეცრაზმს ბანკისიდან. რატო? იმიტომ რომ მაშინ ასეთი მენეჯმენტი იყო, აგენტურა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან გახსოვთ ბასიანის მოვლენები, გახსოვთ სხვა მოვლენები, როდესაც შეგნებულად კონკრეტული აგენტი ტოვებდა შეურაცხყოფილს პოლიციელებს. და ეს არის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, ხო? კანონი არ უნდა იცავდეს პოლიციას, არც შეფურთხებისგან, არც ხელის გარტყმისგან, არც შეურაცხყოფისგან, არაფრისგან და შენ თუ ამისგან იცავ პოლიციას, ეს არის არადემოკრატიული ნაბიჯი, ეს ხო სირცხვილია. რაც შეეხება მეორე ინსტრუმენტს, ხო, ამ რევოლუციების, ეს არის სიძულვილის გაღვივა ხელოვნურად გარედან შენს ქვეყანაში, ხო? ამას აკეთებენ სოციმედიის მეშვეობით, მედიის მეშვეობით, უამრავი საშუალებით, ხო? პოლიტიკოსებზე თავდასხმა, იქ სამართალდამცავებზე თავდასხმა ქუჩაში და ასე შემდეგ, ხო? აქაც ეს არის დემოკრატია. აი, შეურაცხყოფა, გინება, უშვერი სიტყვებით, ფურთხება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის დემოკრატია და ამას თუ უპირისპირდები, ეს ყოფილა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკრინოს
საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზეც დგას ნებისმიერი ჯანმრთელი სახელმწიფო. როგორც კი შენ ვიღაცას აძლევ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინების საშუალებას, მაშინვე იშლება სახელმწიფო და ამას ცდილობდნენ 4 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც. მთელი ამ წლების განმავლობაში. კანონი დაიცავს პოლიციას, კანონი დაიცავს სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენ საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან. ეს არ ხდება მარტო საქართველოში. ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ცნობილ აწუთიან ვიდეო ჩანაწერს, სადაც ის დეტალურად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სლოვაკეთში. ზუსტად იგივე. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება და ეს შემდეგ ყველაფერი ზუსტად, აი ხელწერ არის ერთ და იგივე, ყველაფერი გარედან თავს მოხვეული. ჩვენ გვინდა სიძულვილი, ან ჩვენ გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება. და როდესაც ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, როდესაც ჩვენ ვიცავთ საზოგადოებას სიძულვილის გაღვივებისგან, ამას უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვას. ეს ხო ყველაფერი ხილის გულზე დევს. ჩვენი ვალია ამ ქვეყნის წინაშე, რომ დავიცვათ სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები და არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, სოციალური ინსტიტუტები, მათ შორის ჩვენი ეკლესია და ამხელა კამპანიები ქონდათ. გარედან დაფინანსებული კამპანიები, ეკლესიის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის იდენტობა, ხო? რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ვერ მიცემ და ამას როცა უწოდებენ ვიღაცეები დემოკრატიულ უკუსვას, ეს ძალიან კარგად მეტყველებს მათ განზრახვაზე, ხო? მათ უნდათ რომ 4 მცდელობის შემდეგ კიდევ ერთი მეხუთე მცდელობა მოგვიწყონ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის, რაც ვერ აღერცებიან, ბუნებრივია, სახელმწიფო ბოლომდე გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს. აი ეს არის ის უალტერნატივო გზა, რასაც ჩვენ მივყვებით, მათ შორის იმ კანონების მიღებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა გასული თვეების განმავლობაში. გადავიდეთ ახლა იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე და პრიორიტეტებზე, რაც თქვენ გაქვთ გაცხადებული და პირველ რიგში კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის ძალიან მტკიცე პოზიცია, ამის შესახებ ცნობილია და მიზანიც არის უკვე დასახელებული, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის სამეულში საუკეთესო მაჩვენებლით და თქვენ ესეთი ფრაზაც ჰქონდათ გამოსვლის დროს, რომ ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მაგრამ კეთილსინდისიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, და ბევრი ეცადა რომ რაღაც განსაკუთრებული გზავნილი ეკითხა ამ სიტყვების მიღმა. მოდით რეალურად რა მდგომარეობა ახლა, როგორ აფასებთ თქვენ იმ სურათს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რა კონკრეტული მექანიზმების გამოყენებით აპირებთ ვითარების გამოსწორებას? პირველ რიგში საკადრო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების მიზანიც იყო ერთ-ერთი მიზანი, რომ მათ შორის კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები და ჩემთვის მართლა საამაყოა ის გუნდი, რომელიც დღეს არის საქართველოს მთავრობაში შექმნილი, მთავრობის სახით ჩამოყალიბებული, არა მარტო მინისტრების დონეზე, ქვედა დონეზეც არაერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის პირველ რიგში ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის გამჭვირვალობის კუთხით. გამჭვირვალობა ძალიან არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს, დემოკრატიის დიდ, ასე ვთქვათ, მიმდევრებს, NGO-ებს, მათ გარე პატრონებს, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა გამჭვირვალობა მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობის პრინციპი და თქვენ იცით, რომ ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ ამ მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი, დადგენილება და განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველას შეუძლია ნახოს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობა. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გამოვეცით ათასობით სამართლებრივი აქტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ აქტებს და თუ ერთ აქტში მაინც აღმოაჩენენ კორუფციის ნიშნებს, ამაზე ჩვენ ყველა ვაგებთ, რა თქმა უნდა, პასუხს. დღემდე არ ყოფილა არც ერთი აქტი, რამაც გააჩინა თუნდაც ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით. არავითარი საფუძველი ამისათვის არ მიგვიწია, არავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სრულად გამჭვირვალეა ყველა სამართლებრივი აქტი, ათასობით სამართლებრივი აქტი, რომელსაც გამოცემს საქართველოს მთავრობა. ასევე პრაქტიკის დახვეწის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა. პრაქტიკულად საერთოდ აღარ ხდება უძრავი ქონების გაყიდვა პირდაპირი წესით, რაც არის კორუფციის აღკვეთის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. გამჭვირვალობა, კონკრეტული გადაწყვეტილებები
სხვა მიმართულებითაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს ჩვენი პროექტების ხარჯეფექტიანობა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯეფექტიანობა და აქაც გვინდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ყველა შეიძლება პროექტებზე დაკვირვების, ყველას იქნება პროექტებზე დაკვირვების შესაძლებლობა, მათ შორის ხარჯეფექტიანობის კუთხით სრული გამჭვირვალობა იქნება უზრუნველყოფილი. არც ერთ შემთხვევაში პროექტების ღირებულება არ იქნება მეტი, ვიდრე ეს არის მისი საბაზრო ღირებულება. მაქსიმალური გამჭვირვალობა და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობა იქნება ამ კუთხითაც უზრუნველყოფილი. ყველა მიმართულებით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ არ არსებობდეს არავითარი კითხვის ნიშანიც კი კორუფციასთან დაკავშირებით, გაძლიერდება კონკრეტული ინსტიტუტები. ეს არის მათ შორის ჩვენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერებთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აუდიტს ახორციელებს და აკონტროლებს მათ შორის მსხვილ შესყიდვებს სამთავრობო უწყებებში. გაძლიერდება ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რასთან დაკავშირებითაც ჰქონდა უკვე მნიშვნელოვანი კონსულტაციები. გაძლიერდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული მიმართულება. ყველა მიმართულებით ზოგადად დაიხვეწება სისტემა იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღიკვეთოს კორუფცია და მაქსიმალურად განხორციელდეს კორუფციის პრევენცია. და მას საზოგადოება დაინახავს საკუთარი თვალით, მათ შორის ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზეც. ანუ დადებითი მიმართულებით უნდა შეიცვალოს ეკონომიკური ზრდის ტემპი დამატებით იმას ზევით, რაც აქამდე ჰქონდა და მას უზრუნველყოფს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ჩვენ მხრიდან. ამ კონტექსტში, კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში, ასევე არ შემიძლია არ გკითხოთ, ჩვენ ნახეთ კონკრეტული დაკავება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გულისხმობ, მას ძალიან დიდი რაოდენობით თანხებს ედავებიან. თუმცა ჩემი კითხვა ეხება არა კონკრეტულად ამ ფაქტს, არამედ ამ ფაქტის შემდგომ ბევრს საუბრობენ საზოგადოებაში, რომ ეს არ იქნება ერთადერთი შემთხვევა და შესაძლოა ქართული ოცნების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც ვნახოთ ბრალდებულთა სკამზე. ამ ცნობას გნებავთ ჭორს აქვს საფუძველი, იმიტომ რომ ყველგან რაღაცნაირად გაისმის თითქოს სხვა ბარებს არ ჩამოვთვლით, ცხადია რომ სხვა ადამიანებსაც ელოდებათ ანალოგიური პროცესი. მე გამიჯერდება ამ კითხვაზე პასუხს გაცემა, ერთი რომ არ მინდა არც ერთ სახელს და გვარს შევეხო და მეორე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ სამართალდამცავი სტრუქტურები. თუ რაიმე ფაქტი გამოვლინდება, რა თქმა უნდა, შეიძლება დაიწყოს გამოძიება, თუმცა ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, ამაზე მე არ შემიძლია გაგცეთ პასუხი. ნარკომანის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მასშტაბური ახალი ეტაპი არის დაწყებული, საკანონმდებლო ცვლილებები, არსებობს სხვა ტიპის რეგულაციები, მიდგომები იცვლება. ზოგადად თქვენ დაასახელეთ, რომ ვითარების დამძიმების ალბათ თავარი მიზეზი ეს იყო ლიბერალური მიდგომა და გარკვეული წახალისება თუ ის კამპანიები, რომლებიც სხვა ფორმით აწვდიდნენ განსაკუთრებით ახალგაზრდებს აი ამ საკითხს, თითქოს ეს არ არის პრობლემა. მოდით ამ საკითხზე ვისაუბროთ, რამ განაპირობა ახალი ასეთი ხისტი მიდგომა ნარკომანის წინააღმდეგ. ახლაც კი რაც შეეხება პოპულარიზაციას და კამპანიებს, ახლაც კი სოციმედიაში წარმოებს კამპანიები, პოლიტიკოსებიც არიან ჩართული. ჩვენი რადიკალური ოპოზიციის იქ იჯოშნიკები, ამ აქციის მონაწილეები, ზუსტად იგივე ადამიანები, ვინ ჩვენ დემოკრატიის უკუსლას და შემდეგ გვედავებიან, ხო? იგივე ადამიანები ახორციელებენ, აწარმოებენ ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაციას. ნუ განსაკუთრებით მარიხუანის და კლუბური, ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ნარკოტიკი არის ერთნაირად საბოლოო ჯამში დამაზიანებელი ადამიანის ფსიქიკისთვის და ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისთვის, ამიტომ ჩვენთვის არის პოპულარიზაცია კატეგორიულად მეუღებელი. რაც შეეხება დამოკიდებულებას მომხმარებელთა მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ნარკოდამოკიდებული ადამიანების განკურნება. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა. ჩვენ არ უნდა გქონდეს ამ კუთხით რეპრესიული პოლიტიკა, არამედ განკურნება უნდა იყოს მთავარი მიზანი და ამოცანა. რაც შეეხება რეალიზატორებს, აქ რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო და თქვენ უკვე ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა. მსხვილი ნარკორეალიზატორები იქნენ დაკავებული, 18 ნარკორეალიზატორი ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა მიმართულებით გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ასევე 300 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, რომლის ფასი დანიშნულების ადგილზე იყო 300 მილიონი ევრო. წარმოიდგინეთ რა მასშტაბის
ნარკოტიკებზეა საუბარი, ხო? ძალიან ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და გადაიდგება მომავალში. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით, მთლიანად აკრძალეთ კერძო იმპორტი. ან წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ კერძო კომპანია, შემოგაქვთ კონკრეტული მედიკამენტები, პირდაპირ ხართ ორიენტირებული, რა თქმა უნდა, რეალიზაციის ზრდაზე. თორე რეალიზაციის ზრდა პირდაპირ განაპირობებს შემოსავლების მოგების ზრდას. რა თქმა უნდა, ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ ჩავკეტეთ კერძო იმპორტი და გამკაცრდება კონტროლი თვითონ აფთიაქებზე და რეცეპტების გამოწერის პრაქტიკაზე. და საბოლოო ჯამში ჩვენ მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით სტატისტიკას და საზოგადოებასაც მუდმივ რეჟიმში წარუდგენ სტატისტიკას. სტატისტიკის შემცირება არის ერთადერთი ინდიკატორი იმისა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აღარ იქნება გამოყენებული არადანიშნულებისა მეფრ, ანუ ნარკოტიკული თრობის დანიშნულებით. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მეორე არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით და აქაც მთლიანად სახელმწიფო აიღებს საკუთარ თავზე ამ სერვისს, ეს ერთი. და მეორე თვითონ პრაქტიკა გაუმჯობესდება თავიდან ბოლომდე განკურნებაზე, პაციენტის განკურნებაზე იქნება ორიენტირებული ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება. თუ ხედავს სახელმწიფო, რომ კონკრეტული პაციენტი არ არის ორიენტირებული განკურნებაზე და ის რეალურად მოიხმარს ნარკოტიკს და ამისათვის დადის შესაბამის პუნქტებში, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მკურნალობის პროცესი უნდა შეწყდეს. აბსოლუტურად დანიშნულებისამებრ იქნება შესაბამისი პროგრამები განხორციელებული. ან ეს ერთი, მეორე, მესამე რეალიზატორების დაკავება, ფსიქოტროპულების იმპორტის აკრძალვა კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პრაქტიკის დახვეწა, ამოღების მასშტაბები და ეს შემდეგ ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული სენი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული სამწუხაროდ საზოგადოებაში და ამას მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ. მე მგონია, რომ რამდენიმე თვეში უკვე არის შედეგების სახეზე, მაგრამ ძალიან ხელშესახები იქნება ჩვენი ნაბიჯების შედეგების საზოგადოებისთვის. ცვლილებები მასშტაბური ამ საკითხზე დავაკონკრეტებთ. ახლა დღეს ვერ შევალთ გასაგები ამ ინიციატივის ყველა ნიუანსში, მაგრამ რადგან პოლიტიკოსები ახსენეთ, მაინც ისმის ხოლმე გარკვეული ინტერპრეტაციები, ამიტომ მინდა რომ ეს საკითხიც, ასე ვთქვათ, იყოს პასუხგაცემული. რა ვერსიაა, რომ ესე იგი სახელმწიფო ცდილობს, რომ მოიპოვოს წვდომა, მათ შორის პერსონალური ინფორმაციაზე, რაზეც აქამდე არ ქონდა და შემდეგ ეს გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. აი ესეთ შეფუთვას ცდილობენ რომ მოუძებნონ ამ ინტერპრეტაციას. რეალურად რაიმე პრობლემა არსებობს თუ არა დღეს ამ სტატისტიკასთან, ანალიტიკის მოძიებასთან დაკავშირებით და რა ქმნის იმ პრობლემას, რომ საბოლოო ჯამში ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ეს ნარკომანიასთან დაკავშირებით თუ რა? ნარკომანიასთან დაკავშირებით. ანუ რეალურად თავი არის რა, რომ სახელმწიფოს კონდეს კაფეო პოლიტიკა ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აღრიცხვაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლო ნარკომანიას, აღრიცხვაც არის მნიშვნელოვანი. დღეს ეს პრობლემატური საკითხია. რა თქმა უნდა, ესეც არის პრობლემატური საკითხი. დღეს ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც არ აქვს კაფეო და სახელმწიფოს ყველა მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ეს არის ლიბერალური დღესასრიგის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. ესეც იგივე ხელით არის დალაგებული. აი, ვინც ჩვენ გვედავება რაღაც დემოკრატიულ უკუსლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციების მოწყობას, ვინც ცდილობს იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს. ეს არის ლიბერალური, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ხაზი. რა თქმა უნდა, აქაც ვერ ვიქნებით ჩვენ ვერც ტოლერანტები და ვერც გულხელდაკრეფილი, აქაც დაგჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. კი ბატონო, ჩვენ უნდა შევეხოთ ეკონომიკის თემას, რომელიც რამდენჯერ მიახსენეთ. ბოლო პროგნოზი ეკონომიკური ზრდის 6.8-დან გაიზარდა 7.9-მდე. ჩვენ ნახეთ, გარდა ამისა, წინა 3 წლის განმავლობაში ორნიშნე ეკონომიკური ზრდა, რაც მართლაც შთამბეჭდავი იყო. მოდით რო ვესაუბროთ მოსახლეობას, რა გავლენას მოახდენს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, რომელიც ახლა ზის და ამ ეკრანს უყურებს. ეს არის მთავარი კითხვა, იმიტომ რომ ციფრები რო შთამბეჭდავია საქართველოს ლიდერია, ამაზე
უკვე ვერავინ ვერ კამათობს, მათ შორის ვერც თქვენი ოპონენტები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე როგორ უნდა აისახოს ეს პროცესი და როგორ აისახება? ნუ ჯერ ციფრებს ვიტყვი, მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეკონომიკური ზრდა შარშან მქონდა 2024-ში 9.4%, გასული 4 წლის საშუალო ზრდაც წლიური იყო 9.4%. ამით ვართ პირველ ადგილზე ფართო რეგიონში და ევროპაში. სიღარიბის შემცირება, ანუ რაზე აისახება ეს ყველაფერი? სიღარიბის შემცირება 11.8%-დან შემცირდა 9.4%-მდე სიღარიბე საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 90,000-მა ადამიანმა დააღწია მარტო შარშან თავი სიღარიბის. ხო არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. საქართველოში შეიქმნა 68,000 სამუშაო ადგილი მარტო შარშან. ვიღაცები ლაპარაკობენ ახლა ძალიან ნერვულობენ სხვათა შორის ამაზე ეკონომიკურ ზრდაზე, ნუ სხვა პარამეტრებს აღარ შევეხები და ნუ ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ყველაფერი როგორც სიყალბე, ან არა ისახება მოსახლეობის ფართოფენებზე და ამ შემდეგ ხო ნუ 1000 უსაფუძვლო სპეკულაციური განცხადება მოგისმენიათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი მაგალითი რომ მოგიყვანოთ ხო როგორ აისახება საზოგადოებაზე ხო? სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ თავარი არის ბიუჯეტი და გადასახადები, ხო? მაგალითისათვის ყველაზე ნათელი ინდიკატორი. 2020 წელს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საქართველოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით შეიტანეს 3 მილიარდ 80 მილიონი ლარი. 3 მილიარდ 80 მილიონი. 5 წლის წინ. რაც ხდება 2025 წლის გეგმას ეს არის 8 მილიარდ 55 მილიონი. ანუ 3 მილიარდ 80 მილიონიდან 5 წელიწადში გაიზარდა საშემოსავლო გადასახადი 8 მილიარდ 55 მილიონამდე და 6 თვის მონაცემებით ეს გეგმაც გადაჭარბებით სრულდება. ანუ აქაც გადაჭარბება გვექნება სავარაუდოდ მინიმუმ 8 მილიარდ 100 მილიონზე გავალთ წლის ბოლოს საშემოსავლო გადასახადის კუთხით. ეს რას ნიშნავს? რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ავიღოთ სხვაობა 2.6 ჯერ გაიზარდა ჯამში ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლები, შრომის ანაზღაურება. ეს ხო არ შეიძლება, მე ხო არ შემაქვს ეს დამატებითი 5 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტში, ხო? ეს არის ერთობლიობა ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებსაც ან გაიზარდათ ხელფასი, ან რომლებიც დამატებით დასაქმდნენ, ხო? ანუ ეს არის მარტივად აისახება ეს ყველაფერი, მარტო ბოლოს 3 წლის განმავლობაში 185,000 ახალი სამუშაო ადგილი გასცა ჩვენს ქვეყანაში, მარტო შარშან გასცა 68,000 ახალი სამუშაო ადგილი, საშუალო ხელფასი გაიზარდა 2,170 ლარამდე და შედეგი რა არის, რომ ეს ადამიანები გადასახადებს იხდიან. გადასახადებს ხო ვერ გააყალბებ, ბიუჯეტი ხო ივსება. ანუ 3 მილიარდ 80 მილიონიდან გაიზარდა 8 მილიარდ 55 მილიონამდე 2.6 ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს რას, რომ მოსახლეობის ფართო ფენას მოიცავს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. და რა თქმა უნდა ეს უნდა გაგზავნოს. ესეც არ არის საკმარისი, ბუნებრივია, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ სიღარიბე საქართველოში მართალია შემცირდა 2.4%-ული პუნქტით, მაგრამ ჯერ კიდევ არის 9.4%. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. 350,000 მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ხვარს მიღმად. ეს უნდა განულდეს. ხო, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და შესაბამისად ამოცანა და ნუ ამ მიმართულებით მივდივართ სწრაფი ტემპით. სიღარიბის შემცირების და განულების მიმართულებით თავარია რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ და როგორც უკვე ითქვა, იგივე ანტიკორუფციული ნაბიჯები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენს ქვეყანაში იმასთან შედარებით, რასაც გვეუბნება სავალუტო ფონდი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ ზრდის კუთხით, შემდეგი 6 წლის განმავლობაში პირველ ადგილს ფართო რეგიონში და ევროპაში და საშუალო პროგნოზი მათი არის წელიწადში 5.2%, თუმცა ფიქრობთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ როგორც ამას ვახერხებთ წინა წლებში, შევძლებთ სავალუტო ფონდის პროგნოზის გადაჭარბების შესრულებას. ჩვენ თუ მოახერხებთ საშუალოდ მინიმუმ 6%-იანი ზრდის დაჭერას, ამ შემთხვევაში სიღარიბე ძალიან სწრაფი ტემპით შემცირდება და განულდება საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში. ანუ ტემპი გვაქვს კარგი, მიმართულება გვაქვს სწორი, თავარია რომ შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი.
39,000 ახალგაზრდა აბიტურიენტი იწყებს თავის ცხოვრებაში სრულად ახალ ეტაპს. თქვენ წარმატებები უსურვეთ დღესვათ, მაგრამ ვიცით რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია უმაღლეს განათლების ხარისხის ამაღლება. ამ სტუდიაშიც გვისაუბრია ამ თემაზე, რომ მუშაობს სამთავრობო კომისია და კონცეფციის მოლოდინში ახლა საზოგადოება. მე თუ არ ვსწრები რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი, ეს რომ აგვიხსნა და თქვენ ამბობთ რომ მთელი რიგი მიმართულებები არის მოსაწესრიგებელი, რა იგულისხმება კონკრეტულად? ჩვენ გვექნება ხვალ პირველ რიგში მინდა წარმატებები უსურვო ყველა აბიტურიენტს, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში, ყველას მინდა წარმატებები უსურვო და სწორედ მათთვის არის განკუთვნილი ის რეფორმის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს განათლების სფეროში, უმაღლესი განათლების სფეროში. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე უკვე კონცეფციას წარუდგენთ ფართო საზოგადოებას. ეს კონცეფცია გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორის იგივე რო ავიღოთ პროფესურა, ხო? არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც ხშირად მე მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც ვარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის სათანადოდ განვითარებული თავის საერთო საცხოვრებლებით და შემდეგ ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწილი, ძალიან ბევრი მიმართულებით, სახელმძღვანელოები არ გვაქვს, ბევრი მიმართულებით, ძირითად საგნებშიც კი და შემდეგ ხო უამრავი პრობლემაა საბოლოო ჯამში, რასაც ჭირდება მოგვარება. და ჩვენ უკვე პრაქტიკულად დამუშავებული გვაქვს ხედვა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს, უკლებლივ ყველა პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია სამწლიან პერსპექტივაში რადიკალურად, მხოლოდ გადალაგების გზით, სწორი დალაგების, სისტემის სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, სასწავლებლად, მათ შორის ბაკალავრიატის დონეზე. საბოლოო ჯამში ჩვენ 3 წელიწადში შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ უკეთესი განათლების მისაღებად წასვლა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ამის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, თავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. დანარჩენი რაც შეეხება დეტალებს, თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას არუდგენს საზოგადოებას. კი ბატონო, ველოდებით ამ ინფორმაციას. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი დღეს.